მე-18 საუკუნის ევროპული არისტოკრატია სავსე იყო ინტრიგებით, საიდუმლოებებითა და ორმაგი თამაშით. თუმცა ერთი ადამიანის ცხოვრება ყოველგვარ წარმოსახვას ცდება. ეს არის ისტორია შპიონზე, დიპლომატზე, მამაც მეომარსა და ფარიკაობის დიდოსტატზე, რომელმაც მოახერხა და მთელი მსოფლიო 10 წლეულების განმავლობაში შეცდომაში შეიყვანა. შევალიე დე ეონის საიდუმლო დღემდე რჩება კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ და ამოუხსნელ გამოცანად, სადაც ერთმანეთშია არეული პოლიტიკური ჯაშუშობა, გენდერული იდენტობა და პირადი ტრაგედია. შარლ ჟენევიევ ლუი ოგიუსტ ანდრე ტიმოთე დე ეონ დე ბომონი 1728 წელს საფრანგეთში დაიბადა. მისი კარიერა ელვისებურად განვითარდა, როდესაც ის საფრანგეთის მეფის ლუი მე-15-ის საიდუმლო სადაზვერვო ქსელში, მეფის საიდუმლოში ჩაეწერა. ლეგენდის თანახმად, მისი პირველი დიდი მისია რუსეთის იმპერატრიცა ელისაბედთან ვიზიტი იყო. იმ პერიოდში რუსეთსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობა დაძაბული იყო, ხოლო ინგლისელი დიპლომატები ყველაფერს აკეთებდნენ ფრანგების გავლენის შესასუსტებლად. დე ეონმა, რომელსაც საოცრად ნაზი ნაქვთები ჰქონდა, გადაწყვიტა რუსეთის სამეფო კარზე ქალის სამოსით შეეღწია. მან თავი იმპერატრიცას სეფეხალად გაასაღა და ისე მოახერხა უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური დოკუმენტების მოპოვება, რომ ეჭვი არავის აუღია. სწორედ აქედან დაიწყო მისი ორმაგი ცხოვრების სკანდალური ეპოპეა. მოგვიანებით, დე ეონი ლონდონში გაემგზავრა როგორც საფრანგეთის სრულუფლებიანი მინისტრი. ის იყო ბრწყინვალე ფარიკაობის ოსტატი და მამაცი ოფიცერი, რომელმაც 7 წლიან ომში სიმამაცისთვის წმინდა ლუის ორდენიც კი დაიმსახურა. თუმცა ლონდონის მაღალ საზოგადოებაში მის გარშემო უცნაური ჭორები გავრცელდა. ხალხი იმდენად იყო დაინტერესებული მისი ნამდვილი სქესით, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ფსონების დადებაც კი დაიწყეს. თავად დე ეონი ამ ინტრიგას ოსტატურად იყენებდა. ხან კაცის მუნდირში ჩნდებოდა, ხან კი ისეთ მინიშნებებს აკეთებდა, რაც მის ქალობას ადასტურებდა. საფრანგეთის ხელისუფლებასთან დაპირისპირების შემდეგ მან განაცხადა, რომ სინამდვილეში ქალი იყო, რომელიც მშობრებმა მემკვიდრეობის მისაღებად კაცად გაზარდეს. 1774 წელს საფრანგეთის ახალმა მეფემ ლუი მე-16-მ დე ეონს სამშობლოში დაბრუნების ნება დართო, მაგრამ ერთი შოკის მომგვრელი პირობით. მას სამუდამოდ უნდა ეღიარებინა, რომ ქალი იყო და საზოგადოებაში მხოლოდ ქალის სამოსით უნდა გამოჩენილიყო. მეფემ მას ახალი გარდერობისთვის სპეციალური პენსიაც კი დაუნიშნა. დე ეონი დათანხმდა ამ პირობას და სიცოცხლის ბოლო 33 წელი მადმუაზელ დე ეონის სახელით გაატარა. ის გახდა ერთგვარი ცოცხალი ლეგენდა ევროპაში. ქალი, რომელიც კორსეტსა და კაბაში გამოწყობილი ფარიკაობის გაკვეთილებს ატარებდა, მონაწილეობდა დუელებში და ყველას აოცებდა თავის ინტელექტით. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მას დასცინოდა, ის მაინც ახერხებდა საზოგადოების პატივისცემის შენარჩუნებას. ამ ისტორიის კულმინაცია მხოლოდ 1810 წელს დადგა, მისი გარდაცვალების შემდეგ. როდესაც ექიმებმა და ახლობლებმა მისი ცხედარი დაკრძალვისთვის მოამზადეს, მთელი მსოფლიო ნამდვილმა შოკმა მოიცვა. სამედიცინო ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ შევალიე დე ეონი, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში ქალად ცხოვრობდა და ამას ოფიციალური დოკუმენტებითაც ადასტურებდა, ანატომიურად სრულყოფილი მამაკაცი იყო. ამ აღმოჩენამ თავდაყირა დააყენა ყველაფერი. გაირკვა, რომ ისტორიის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ქალმა ნახევარი ცხოვრება სრულყოფილ ილუზიაში გაატარა. რამაც უამრავი კითხვა დატოვა. იყო ეს უმაღლესი დონის ჯაშუშობის ნიღაბი, თუ ადამიანის შინაგანი ბრძოლა საკუთარ იდენტობასთან. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ შევალიე დე ეონის ისტორია არ არის მხოლოდ დეტექტივი. ეს არის ამბავი ადამიანზე, რომელმაც დაამსხვრია თავისი დროის ყველა სოციალური და გენდერული ბარიერი. მან დაამტკიცა, რომ იდენტობა შეიძლება იყოს ბევრად უფრო რთული, ვიდრე მხოლოდ ბიოლოგიური მოცემულობა. დე ეონმა მოახერხა ეცხოვრა ორ საპირისპირო სამყაროში და დაეტოვებინა სახელი, რომელიც საუკუნეების შემდეგაც კი კამათისა და გაოცების საგანია. მისი ცხოვრება იყო ყველაზე ხანგრძლივი და წარმატებული სპექტაკლი, რომელიც ოდესმე დადგმულა ისტორიის სცენაზე.